გერმანული ენის გრამატიკის სრული კურსი, თეორია, პრაქტიკა. მეტყველების ნაწილები. გერმანულში სულ 11 მეტყველების ნაწილია. ზოგიერთ სახელმძღვანელოში მითითებულია 10. ესენია: არტიკლი, der Artikel, არსებითი სახელი, das Substantiv, ზედსართავი სახელი, das Adjektiv, ნაცვალსახელი, das Pronomen, რიცხვითი სახელი, das Numerale, ზმნა, das Verb, წინდებული, die Präposition, ზმნიზედა, das Adverb, კავშირი, die Konjunktion, შორისდებული, die Interaktion, ნაწილაკი, die Partikel. გერმანულ ენაში მეტყველების ნაწილები იყოფა ორ ჯგუფად: ფორმა-ცვალებად და ფორმა-უცვლელ მეტყველების ნაწილებად. ფორმა-ცვალებადი მეტყველების ნაწილებია: არსებითი სახელი, ზედსართავი სახელი, რიცხვითი სახელი, ნაცვალსახელი, ზმნა, ზმნიზედა. ფორმა-უცვლელი მეტყველების ნაწილებია: კავშირი, შორისდებული, ნაწილაკი, წინდებული,